პოდკასტ პოინტი წარმოგიდგენთ. ადრინდელი მენოპაუზა ხوار დამეწყო ყველასთან ჩხუბობ. ჩვენ ამოხსენით ჩვენი კონფლიქტური ხასიათის მიზეზი. აქ მაგის კრუელასავით მაგ ჭაღარა აქ. დავრჩი ორსულად, ისე რომ თავს ვიცავდი. ოჩახ თამარ. ხო არ ჩერდები ლაპარაკობ ხარ როგორც მატყობს ლაპარაკობ. სულ დარწმუნებული გამოვედი რომ აბორტი უნდა გავიკეთო. ამ წნეხის გამო დაერქვა ამ ყველაფერს ქორწინება. ოჯახები რატო ინგრევა? ყოველ მეორე შაბათ-კვირას ვიყავი ამსტერდამში რაღაც კლუბში, ხო? და მაგრად ვერთობოდი და საერთოდ რა საჭირო არის ოჯახი? მე აღარ გადარდებ საერთოდ ეგეთი რაღაცები. ქალის აზრს როგორი თვალისწინებს ქალის მონა, კაცია ცოლი ვერ გაუჩერებია. ოქსი უნდა მაქვს გასაკეთებელი და ვიკეთებ. ყოველდღე დგები და უფრო ლამაზია. გიგას ესე ვადგები ხოლმე და ხوار დაგჭირდი. აი ცოტა მზეს. შენ თავს ეჯიბრები ხოლმე ძირითადად? ვიმუშავებ კუტნის მუშად. ოღონდ თქვათ არ გამაკეთებინო სადილი. ყველაზე მეტად რა გაღიზიანებს ადამიანებში? რომ ბარამიძე მოდეს მე ზუზუებში თავი ჩამიყო. ყველაზე არასწორი წარმოდგენა შენზე რაც ხალხს აქვს. იმდენი ფული გავაკეთე, მაგდენი ფული მე არ გამიკეთებია კიდე გაიყარე რეალისტური ამოცანები დაისახე ჩემო გიგა. გამარჯობა, მე ანა ვარ ტყებუჩავა, თქვენ უყურებთ მეხუთე ელემენტს. დღევანდელი სტუმარი ძალიან განსაკუთრებული ადამიანია. თქვენ კითხვით რომ ამას ყველაზე ვამბობ, მაგრამ სტუმარს რო წარგიდგეთ, მიხვდებით რომ მართლა ასე არის. უბრალოდ იქამდე შეგახსენებთ რომ ჩვენი პარტნიორია ორი ნაბიჯი და შეგახსენებთ ორ ნაბიჯთან ერთად და ზოგადად ძალიან ჭკვიანურია. ხოლო ჩემი დღევანდელი ეპიზოდის სტუმარი არის თამარ ჩერკოლიშვილი. ხომართალი ვიყო. ძალიან განსაკუთრებული. განსაკუთრებული ძალიან გამორჩეული. დიდი მადლობა წარდგენისთვის. როგორ ხარ და მადლობა იმისთვის რომ მოიცალეთ. ვიცი რომ მიფრინავ. კარგად, გადარბენაში ვარ, ამაღამ მიფრინავ ვაშინგტონში. მნიშვნელოვან ამბავზე და იქიდან მოვიწერები ხოლმე რა ხდება, ვიტყვი. ნაგებები ჩამოგვიტანეთ. შევეცდები რომ ჩემი მისია პირნათლად შევასრულო. ძალიან კარგი. ცოტა აწყოდან წარსულში მინდა რომ გადავარდეთ, იმიტომ რომ მე მაინტერესებს ოჯახზე და ბავშვობაზე მინდა კითხო. როგორ გარემოში გაიზარდე? როგორ ოჯახში გაიზარდე? როგორი მშობლები ყავდა? იყვნენ მკაცრები თუ არა? ახალგაზრდა მშობლებში გავიზარდე. დედაჩემიც და მამაჩემიც, მამჩემი 20 წლისაც არ იყო მე რო გავჩდი. დედაჩემიც და პატარა იყო, დიდა ბებიაჩემი, ოღონდ დედაჩემი მამჩემის აქტიური ჩართულობით. ამიტომ ჩემთვის ახლა აი ყველაზე მეტად რა განსაზღვრავს შენს თქვა ბავშვობას არის ახალგაზრდა მშობლები. მაგალითად მამაჩემი რომ მაკითხავდა სკოლაში, ვიღაც ცოტა მოშორებულ ბავშვებს ჩემი ძმა რო ეგონათ. ან რაღაც ესე ამას გარდა ძალიან კარგი ბავშვობა მქონდა ჩემი აზრით, იმიტომ რომ სწორ სისტემაში გავიზარდე, სწორი ოჯახი მყავდა, ანტისაბჭოთა, ანტისისტემური ოჯახი მყავდა, მუსიკას უსმენდა კარგს, შეხედულებები ჰქონდათ სწორი, შრომის ეთიკა, ყველა მუშაობდა. და ყველა იყო რაღაცნაირად ისეთი კითხვები არისმოდა, აი ვისი ჯერია ეხა რომ საქმე გააკეთოს, აი ამ რაღაცა ციხესიმაგრისთვის, რასაც ჩვენი ოჯახი ქვია და რაღაც ამ ასეთ ეთიკაში გავიზარდე, როდესაც რა ვიცი, მე რომ მის ხოლმე რაღაცა ან უსიამოვნება მოხდა ოჯახის წევრებს შორის, ან რაღაცა ვერ გაიყვეს, ან ვიღაცა ცუდად არის და აი მეორე ეხმარება თუ არ ეხმარება, კითხვის ქვეშ არის, ხო? ჩემთვის სრულიად გაუგებარი რაღაც ისინია ცნებებია, იმიტომ რომ რაღაცნაირად ისე გავიზარდეთ, რომ თუ ეხა ერთი ცოტა დაიღლება, მე მეორე უნდა შედგეს რა იქ და მე შემდეგმა გააგრძელოს და ძალიან ესეთი მნიშვნელოვანი საყრდენია. ჩემი აზრით ყველასთვის, ჩვენთვის, ანუ ჩემ სახლში გაზრდილი, ჩემი დებისთვის, დედაჩემისთვის, მამაჩემისთვის და მე ვინ ჩვენ დაგვიახლოვდა, ანუ ჩვენი ქმნები, შვილები, ყველასთვის ძალიან ისეთი საყრდენია ჩემი ოჯახი. დედა და მამა თანაბრად იყო შენ სახლსდაში ჩართული. აი შენთვის სხვადასხვა აღიარება, უფრო რომლის აღიარება იყო შენთვის მნიშვნელოვანი? ისა პირდაპირ ვიტყვი რომ ამ დედაჩემთან გაცილებით ახლოს ვიყავი, მაგრამ მამაჩემის აღიარება იყო ჩემთვის მნიშვნელოვანი გამომდინარე იქიდან, რომ აი ეს ინტერესები რაც აღიარებას სჭირდება, ის ქონდა საერთო.
ანუ მამა და მამაჩემს რაღაც ინტერესები ბევრი რაც შეხაი როგორ ვქნა დედაჩემი მაგალითად უფრო რაღაც გენდერულ როლებს მშვიდად ეგუება და ძალიან კმაყოფილია ამით და ეს შეუძლია რომ ძალიან ბედნიერი და ამაყი იყოს თავისი გენდერული როლის შესრულებით რაც იმაში გამოიხატება 9-დან 6-მდე მუშაობს ძალიან დიდი შემოსავალი აქვს სულ ყოველთვის ანუ და სულ შრომობს და არასოდეს იმას კი არის და ხსნი რომ მე ხა სახში უნდა დავждე დიასახლისი რადგან ვარ და ოჯახში არ შემოვიტანო. მაგრამ ის რომ რაც ქალის საკეთებელია სტერეოტიპულად, ხო? ამაში არის აი კოსმონავტი უბრალოდ. რა რაღაც სასწაულებს შვება და ეს და მე ამ როლებს უარყოფთი. ანუ უარყოფთი რა. განა რამე ამბოხი კი არ მქონდა ამ ყველაფრის წინააღმდეგ, რომ სხვა რამე მაინტერესებდა. აი მიჩემნია რომ დავждე და ძალიან გავარჩიო, გავაკეთო ერთი დიდი ლიტერატურული ანალიზი რომანის რომელიც შეიძლება საერთოდ არავის არ დაინტერესოს, ოღონდ თქვათ არ გამაკეთებინო სადილი, იმიტომ რომ იქ რაღაცა წესებია, რომელსაც უნდა გაყვეს შენ, ხო, რომ აი დაჭრა ისე, მე იქ უნდა ელოდო ამდენი ხანი რომ მოიხარშოს იქის და აი ეს ისე მაბნევს და ისე არ მომწონს, რომ რავი გაგეგზავნები სადაც გინდა, თარგმნი 1000 გვერდობით, ვიმუშავებ კუტნის მუშად, ოღონდ ის აი რაღაცები არის რაც და ამიტომ მამაჩემისთან რადგან უფრო საერთო ინტერესი მქონდა, ვთქვათ, იგივე გინდათ საზოგადოებრივად აქტიურობის ხასიათის თვალსაზრისით, ხო? ამიტომ ის აღიარება უფრო მნიშვნელოვანი იყო, ოღონდ დედაჩემი ძალიან ახლობელი ჩემთვის ადამიანია და რაღაცნაირად გადმოდის მისი ხასიათი ჩემზე, მიუხედავად იმისა, რომ სრულიად განსხვავებულები ვართ. მამას უფრო გავხარ ხასიათები? ხასიათით მამას უფრო ვგევარ. ერთადერთი რაც დედაჩემის მაქვს, არის ის რაც განმასხვავებს მამაჩემს. დედაჩემი არის ძალიან ჯიუტი და მიმწოლი, რის მიღწევაც უნდა იმაში. მამაჩემი ფიზიკოსია და ამ ყველაფერს ზემოდან უყურებს, რომ ეს ჩვენ რაღაცა ადამიანები, რაღაცას რო აქ ვწვალობთ, სინამდვილეში ყველაფერი ბევრად უფრო დიდია ვიდრე ადამიანი. არ დედაჩემი ძალიან მიწაზეა და ამით მე ვგევარ დედაჩემს, რომ მე მიწაზე ვარ და ადამიანების ცხოვრება მაინტერესებს და ცვლილება ადამიანების ცხოვრების, მათი ხარისხის და აქ მაინტერესებს რა ხდება და მამაჩემს ცოტა ზემოთ აინტერესებს, ცოტა მაღლა და ზემოთ. აი ციხე-სიმაგრე ახსენე და ჩემთვის ძალიან ნაცნობია ეს შედარ მეც ეს ციხე-სიმაგრეს სახელმწიფოს ეს რაღაცებს ვადარებ ხოლმე ოჯახს და აი ცოტა მასშტაბური რაღაცები რო არ მესმის, უცილობ რომ რაც მესმის იმ ჭრილში გადმოვიტანო თითქოს რა. იმიტომ რომ ამ ბოლოს რო ყველაფერი ლოგები გავხდით, ყველაფერში უნდა გავერკვიოთ და ცდილობ რომ ძალიან ბევრი რამის მაგალითია ოჯახი. ესეთია ციხე-სიმაგრეა ოჯახი. ჩემთვის ციხე-სიმაგრეა და ძალიან დიდ საყრდენს მიკეთებს. ანუ მე ხო ანუ განსაკუთრებული ახსენე ხა, განსაკუთრებული მაუნდა აუცილებლად კარგისკენ კი არა, მაგრამ სისტემასთან და მეინსტრიმთან დაპირისპირებული ადამიანი ვარ, ხო? ანუ ავტორიტეტები ვინც არიან, თქვათ, იქ ვინც არ უნდა იყოს, ყველას რაღაცას გამოუძებნი, ყველას ვერჩი. ამიტომ ჩემი თუ კმაყოფილება დიდია, ჩემი საქციელი თუ კმაყოფილება დიდია, ეს ახლა არ დაწყებულა. ბავშვობაში დაიწყო ეს ყველაფერი სკოლაში. სკოლაშიც იგივე ხდებოდა ზუსტად, აი დედაჩემი რომ მიდიოდა მშობელთა კრებაზე, სწავლის პრობლემა არ მქონდა, ძალიან კარგად ვსწავლობდი. უბრალოდ იქ იყო, რომ რაღაც ანუ შეიძლება უცებ მომბეზრებოდა რას ლაპარაკობს მასწავლებელი, ზურგით შევტრიალებულიყავი. შეიძლება რაღაცა დამეწყო გაკვეთილზე, ანუ საქციელით ჩემი გაკონტროლება ძალიან უჭირდათ და დედაჩემი მახსოვს, მამაჩემისგან უფრო მქონდა ეს სიმყარე, რომ შენ შეგიძლია რომ ეს აკეთო იდეაში. ერთადერთი მას შენიშნა, რასაც მამაჩემი მაძლევდა ხოლმე, რომ ჩემცელს ნუ ანერვიულებ. და დედაჩემი მოდიოდა ხოლმე, რომ აი რაღაცა ლაშა მელაშვილის დედა, არაფერს არ ეუნებიან ბიჭების მშობლების ხედან მშვიდად, შენზე კიდე მეუნები მოусმინე ამ მასწავლებელს, რა დაგემართ, ანუ ამას არ ვაკეთებდი არავის წინააღმდეგ, რა საკვირველია. უბრალოდ ჩემ სამყაროში ვიქცეოდი ასე. და ეს არ იყო რაღაცა მასწავლებლების მიმართ უზდელობა, ის რომ შეიძლება შუა გაკვეთილზე მომბეზრებოდა და გამამეულო ცოტა კლასში. ხო, ან რაღაცა იქამდე მიმეყვანა რომ ეხვეწნა რომ კლასში არ შემოხვიდე, ოღონდ შენ გარეთ იყავი და არას არ დაგიწერ. ეს ექნა, მაგრამ ეს არ იყო არავის წინააღმდეგ. და დედაჩემი უფრო ამაზე და ეს იყო ჩემთვის ესე რომ ვიქცევი და შემიძლია რომ ესე მოვიქცე, რომ შემიძლია effort ინგლისურად კარგი სიტყვა არსებობს. რომ შემიძლია ეს ავწიო, ხო? გარკვეულწილად არის ოჯახის დამსახურება. მიუხედავად იმისა, რომ ეს კი არ არის რომ აბა შენიცი ახლა ესე გააკეთე, ესე მოიქეცი როგორც იქცევი. ანუ ამას კი არ მეუბნებიან. უბრალოდ რაღაცა მყარად გრძნობ თავს იმაში, რომ მე შემიძლია რაღაც თავს ისეთი რაღაცების უფლება მივცე, რასაც სხვები ვერ აძლევენ და ეს არის ჩემი ოჯახის დამსახურება, რომ ვიცი რომ ისინი სულ ჩემს საუკეთესო ინტერესს
ინტერესებში იმოქმედებენ. ეს იმას კი არ ნიშნავს, რომ დამეთანხმებიან, ან შენიშვნას არ მომცემენ, ან არ მეტყვიან, რომ კაი რა წაიღე ტვინი და კაი ამას რაღაცა ეჩხუბე ხა და რაღაც ანუ ეგ იმას კი არ ნიშნავს, რომ ყველაფერი მოეწონება და დაეთანხმებიან, მაგრამ ჯამში იციან, რომ მართალი ვარ. ანუ აი ჯამში ხვდებიან, შეიძლება თვითონ სხვანაირად გაეკეთებინათ, კუთხეები მოემრგვალებინათ, ეხა არ აეღოთ და პირდაპირ ფორმები არ ესროლათ, მაგრამ ჯამში იციან, რომ მართალი ვარ და ამიტომ ხო, ჩემთვის ციხესიმაგრეა და თან ის ქონდა, აი მაგალითად, აი ხო არის ხოლმე რომ აი დეჩემს კიდე შეპარვია ეჭვი, რომ ვაბარებდი უნივერსიტეტში, იქ ეხა ძალიან დიდი კორუფცია იყო მე რომ ჩავაბარე რა, ჯერ კიდე და საერთაშორისო ურთიერთობებზე ვაბარებდი, რაღაც ადგილზე მე მგონი 50 კაცი იყო თუ რაღაც და დეჩემა ცადა რომ მაინც რაღაცა ვანახოთ ახლა ეს ბავშვი ვინმეს და რომ ანუ რაღაც ჩაწყო მაინც ჩავაწო აი ხო მაგას ნიშნავს რომ მიყავხარ ვიღაცეებთან და გამოწვევენ და მამაჩემა გაჭედა რომ შანსი არ არის უბრალოდ რომ ვინმეს ვანახო ჯერ ეგერთიო და მეორე რომ ვერ ჩავაბაროსო და აი ეს მქონდა სულ რომ გამომივა რომ გამომდის რაღაცა ეს არ არის გასაკვირი ხო აბარა უნდა აბარა და ანუ ეს ძალიან მას მიშვება მამაგრებს ამიტომ რომ მეუნებოდნენ ხოლმე აი რაღაცა კრიტიკული პერიოდი ხო იყო რომ აი ყველასთან ჩხუბობ ვინც ფიგურა საერთოდ ვინც რამეს განასახიერებს ყველასთან ჩხუბობ და მარტო დარჩები სულ ხო გეუნებიან და არ დავრჩები არასოდეს არ დავრჩები მარტო ან ჩვენ არ მოხსენით ჩვენი კონფლიქტური ხასიათის მიზეზი თუ შეიძლება მიზეზი ეგ არ არის უბრალოდ რაზეც ჩხუბობ მაგის ზურგს რა მაძლევს ანუ მე ვთვლი რომ სწორად ჩხუბობ ეხაც ანუ მივხვდი რასაც მაგრამ რა მაგის ზურგს რა მაძლევს რომ მე შემიძლია ამას მივაწვე და გავიტანო არის ჩემი ოჯახი ძალიან მაგარია. ეს მამას და კაცის გვერდში დგომა შემდეგ როდესაც გათხოვდი, იქაც გადაიზარდა, აი კატოს მამას შემთხვევაში, ჯერ რამდენი წლის გათხოვდი, ეგ მითხარი და მე როგორ იყო ეს ურთიერთობა? ანუ ალბათ არც გავთხოვდებოდი, რომ არ ყოფილიყო, თქვათ ეს რაღაცა სტერეოტიპული ის, რომ შენ აუცილებლად ეხა ვინც მოგეწონება და მოგინდება ეხა რომ იმასთან იყო, აუცილებლად უნდა იმაზე იქორწინო. ეს ნორმალი. არა, 15-ის არ ვიყავი, პირიქით ეს მაწუხებდა გარშემო. ანუ ჩემთვის მაშინ ანუ ჩემი კლასელები 15 წლის 14 წლის ანუ ესეთი ხალხი თხოვდებოდა და ეს არ მიმაჩნდა განვითარების ნიშნად მაშინაც ეს არ მომწონდა ეს და აი ბავშვებს რო აჩენდნენ ადრე რაღაც ეს ყველაფერი არ მომწონდა ოღონდ რაღაცებს ვერ დაგეგმავ რა ამიტომ ესე აღმოჩნდი რომ ვიქორწინე ანუ ოღონდ ეს ქორწინება ძალიან პირობითი იყო არც ხელი მომწერია არ ჯვარი დამიწერია არც ქორწილი მქონია უბრალოდ ესე ვთქვით ხო ეს იყო და მე ძალიან მოულოდნელად ჩემთვის ისე რომ თავს ვიცავდი ანუ ბავშვის გაჩენა ჩემს რაღაცა გეგმების პირველ ათეულშიც არისო დავრჩი ორსულად ისე რომ თავს ვიცავდი სპირალით აღმოჩნდი ორსული სხვა შორის ძალიან სასაცილო ისტორია არის მე ვერ მივხვდი იმიტომ რომ როცა თავს იცავ არ აქცევ ხო ეხა ესე ყურადღებას დღეებს არ ეთვლი და ამიტომ ეხა ეს რაღაცა გადაგიცდა გადმოგიცდა წყნარად რო ხარ ეხა დიდად ესე მე ყოველ შემთხვევაში არ ვაქცევდი ხოლმე ყურადღებას დიდად არც მაწუხებდა არც არაფერი და ამიტომ არ ვაქცევდი ყურადღებას და ბიჭო რაღაცა ვიგრძენი აი რაღაც ხერხულობა განსხვავებულად ვიგრძენი რა თავი და სამსახურში ვიყავი იქ და ელენემ მითხრა იმნად ჩემმა უფროსმა მითხრა იმნაძემ რომ შენ ორსულად ხო არა ხარ და არა მე ვთხარი ელენე რას ამბობ მეთქი სპირალი მაქვს თქო და არ ვიქნები და მაინცო იმასქენიო რა ქვია გადაემოწმეო და ავიკვიატე ხა ეს ფიქრი და ჩემ მეგობართან ერთად ჩამოვედი იქ ოპერასთან ვიყავით სადღაც ვიყავი მახსოვს რომ იქ დამხვდა ლადო კახაძე აი ეს კაცი. ანუ პირველი არც მithქვამს არავისთვის, აი რაღაცა ეკოსკოპიას ხალხო სადაკეთებენ, ესე შევედი და შევედი. რამდენი წლის ხარ მაგ? ვარ მუშაობ უკვე ბევრი კარგად თუ არა, ანუ უზრუნველყოფილი ადამიანი ვარ 21-ის ვარ. არა, ბოდიში. 96 ხო 21-ის გავხდი რა აი პატარა არ ხარ. ნუ უკვე ვარ სრულიად უზრუნველყოფილი ჩემი თავით რაღაცა 96 წელია მაქვს $400 ხელფასი და რავი მე ოჯახ ანუ დალაგებული ის კი არა მაქვს რომ ეხლა რას ვიზავ მაგრამ სასწავლებლად მინდა წასვლა რაღაცებს ვავსებ ანუ ლონდონში ვფიქრობდი წასვლას ანუ სხვა გეგმები მაქვს საერთოდ და ჩავედი იქ და ამ ლადოს და თან ხო არ ჩერდები ვლაპარაკობ ხარ როგორც მატყობს ვლაპარაკობ და ამ ლადო კახაძეს ხარი რაღაცა მე ადრინდელი მენოპაუზა ხო არ დამეწყო რაღაცებს ღადაო ფიქრა რაღაცა 21 წლის ვარ ხარ მენოპაუზა ეს ხითხითებს უსმევს იმებას და ისო რა ქვია ორსულად ხარო და ეს გულისცემაც ხო გესმის ხო და ესე და შოქში ვარ იმიტომ რომ საერთოდ სხვა გეგმა მაქვს მე ხა უნდა წავიდე ლონდონში ვისწავლო იქ რაღაცა LSE-ში აი ამ რაღაცა იმით
შემეშინდა კი არა რომ გამოვედი იქიდან თავის აბსოლუტურად დარწმუნებული გამოვედი რომ აბორტი უნდა გავიკეთო ანუ არც მიფიქრია სხვა რამეზე საერთოდ აი მე რომ დავიძინე ამ ფიქრზე და ჩემს ველაპარაკე ანუ ძალიან ის იყო იმიტომ რომ სხვა გეგმა გაქვს რა საერთოდ ანუ ეს და ეგეთი რაღაცა მოგივიდა ეხა ესეთი ავარია და რაღაცაერთოდ რომ ვიფიქრე მე ძალიან არ მომეწონა ეგ აზრი აბორტის გაკეთების და რაღაცაერთოდ უკვე იქ რომ რაღაცა თან ეს გულისცემაც რომ გავიგე და ეს რაღაც ახლობელად ვიგრძენი რომ ვიღაც არ მინდა რომ არ მინდა რომ მოვიშორო და არაფერი ესე და გაჩნდა კატო და ესე მოვდივ ესე ამ დროს გაჩნდა რა და ეხა ძალიან დიდი პასუხისმგებლობა იყო მაგრამ რაც ადვილი კარგი ბავშვი იყო ძალიან რაც უფრო განცდა მქონდა რომ მანდალორიანი და ბეიბი იოდა რომ მიდიან ხო იცი აი ესე რაღაც მალევე დავშორდით მე და მამამის ძალიან აქტიურად იყო ჩართული ოღონდ კატოს ანუ ისეთი მამაა რა აქტიური და ძალიან უყვარს ეს თავისი შვილი და ხვარიან ეხა ესე მამები ეს პირიქით არის რა ანუ ძალიან დღეში 50 ჯერ რეკვით და ასე შემდეგ ესეთი ჩართული მამა მაგრამ ნუ ესე გავშორდით და მე და კატომ ვიარეთ ესე მანდალორიანი და ბეიბი იოდასავით საფრანგეთში გადავედით იმიტომ რომ მე ევროსაბჭოში დავიწყე მუშაობა და იქ გადავედით მე იქიდან რაღაცაერთი აქ მე კიდე ისო უკან გავაგრძელეთ მე ისე ანუ რაღაცაერთი უფრო თანამგზავრად აღვიქვამდი რომ ეს რაღაცა თემი კაი ხასიათების ბავშვი ყოფილა იმიტომ რომ ძალიან სასაცილო ძალიან კაი უმორი ქონდა თან ანუ მე ჩემთვის მნიშვნელოვანია რომ ეძინა ესე იგი ეს ამას ნიშნავს რომ ეძინა ღამე მათ ბავშვს თუ აღარ ეძინა და ეხლა მე ვზდიდი ანუ ყველაფერი გადაწყვეტილება საერთოდ რაც არ უნდა ბავშვთან დაკავშირებით მისაღები ყოფილიყო ექიმი იქნება სამედიცინო იქნება რა უყიდოს სად ისწავლოს რა ჩაიცვას რა ჭამოს ანუ ამაზე გადაწყვეტილებას ყველაფერზე ვიღებდი მე ოღონდ მეხმარებოდნენ ჯერ ჩემი ბებიები იყვნენ ცოცხლები ორივენი და ისიც და ესეც და სანამ აქ ვიყავი და სამუშაოის მქონდა ეხლა მაგალითად ძიძა არ დამჭირვებია ოჯახში იყო ბავშვი იმიტომ რომ სამსახურში რომ მივდიოდი გადამყავდა ბებია ჩემებთან ტოვებდი ისინი ერთად ცხოვრობდნენ და მე მოვდიოდი და მომყავდა უკან და ეს მე იქაც სტრასბურგშიც რო გადავედი იქაც რაღაცა დილიდან საღამომდე ნუ ბაღში იყო და მე საღამოს მე უნდა გამომევლო ისე მომეყვანა და რაღაც ეს და იუმორი ქონდა კარგი გაცინებდა სულ რა გზაში აი სადღაც მიმყავდა გაცინებს ანუ გართობდა და ეს ძალიან საყვარელი იყო ამ ხრი იცი რა მინდა კითხო აი როდესაც გადაწყვეტილება მიიღე რომ აბორტს არ გაიკეთებ და ბავშვს გააჩენ მაგ დროს ვისი გვერდში დგომა იგრძენი ყავდა ვიღაც მარტო შენ თვითონ აიღე არა ყველას გვერდში გრძნობა მაშინ გრძნობდი სულ ანუ მე ვინც მაინტერესებს იმის გვერდში დგომას მაგით ძალიან დიდი ფუფუნება მაქვს სულ გრძნობ ანუ ახლა ვიღაცა გვერდში არ დამიდგა ეს განცდა არა მაქვს ვინც მე მჭირდება მაინტერესებს და ვისი გვერდში დგომას მჭირდება ყველა დამიდგება გვერდში ნებისმიერ დროს ანუ ეს თემა ჩახსნილი მაქვს არა მე ვადმობ მაშინ როდესაც აი ასეთ მნიშვნელოვანს მე თვითონ ვთქვი რომ ესე არ მინდა შემაწუხებდა ჯერ ეგერთიც ანუ მივხვდი რომ ძალიან შემაწუხებდა გადაწყვეტილება რომელსაც რომ არ და ვერაბრუნებ ამ გადაწყვეტილებას უკან და ისეთ გადაწყვეტილებას მიიღებ რომელზეც მე შევა დაუბრუნდე შევა დაგესიზმროს შევა უცებ ეს გულისცემა გამოგივიდეს კი მე უკვე რაღაც აქტიებულ აზრად შეიძლება მე მომიჩე ოღონდ ესეც იყო მე ხა 90-იანებში თან ეხა ეს მასლოუს პირამიდასაც უნდა შეხედო ხო სად ახარ ფიზიოლოგიური მოთხოვნილებები გაქვს ახალი გადარჩენილი ანუ აი ეს სამსახური ვიშოვე კარგად ვარ ვიცი რომ ჩემ გარშემო არავის არ მოშივდება როგორი გაჭირვებაც არ უნდა იყოს ანუ ის ახარ ხო და ეხა მაგრამ ეს კარგად კი ხარ მაგრამ ნუ გინდა რომ ეს ბავშვი რაღაცაერთ უკეთეს პირობებში გააჩინო რომ რაღაცა რავი ეხა სიმილაკი თუ რაღაცა წამლები ანუ ყველაფერი აი რაღაც პამპერსი ეს და მაშინ ეს გართულებულად როგორც ჩანს საწინა ჯიუტი რადგან ვარ და აი საწინააღმდეგო რომ დამემტკიცებინა რომ მე ბავშვი როგორც გავაჩინე ის იმ ბავშვის გარემოს არ ეტყობა ეს ყველაფერი რაც გარეთ ხდება რომ სადღაც იბნელია სადღაც სიცივეა სადაც არის და ამას არაფერი არ უნდა შეეტყოს ეს ავიჩემე სამაგიეროდ რაც მე ვთარგმნე ორსულობაში იმდენი ფული გავაკეთე მაგდენი ფული მე არ გამიკეთებია კიდე გაიყარი იმაზე რომ ეს მახსოვს რომ ეს ყველაფერი ჩამოუტანე აი ყველაფერი ჩამოვიტანე ამერიკიდან ჩამოუტანე რაღაცები აი წინდები და რაღაცები პარიზიდან ეტლი და ეს ყველაფერი ესე გავაკეთე რომ მეთქი ამან ესეც სასაცილოა ხო რა თუნდა ეხლა პარიზიდან ეტლი რა აქ ანუ ხო სისულელია ეს ყველაფერი ის მაგრამ სათხარ ზოგადად ისედაც განვითარებით და რა განიჭებს რითი ამტკიცებ რომ მაგარი ხარ ხო ანუ რომ იმ მომენტში 90-იანებში იმდენად ეს რაღაცა გაჭირვება იყო რომ მე მინდა რომ ჩემი შვილისთვის დამემტკიცებინა რომ არ შეეხება მას ეს ყველაფერი და ამას ავაყირავებ და ამას ვიზავ და ამიტომ მაგაზე
გავხურდი და მე ძალიან მალევე ძალიან კმაყოფილი ვიყავი ჩემი გადაწყვეტილებით, ჩემი შეჯიბრი მქონდა და შენ თავს ეჯიბრები ხოლმე ძირითადად? შენ თავს კი არა, დავისახავ მიზანს და იქამდე მეჯიბრები რა მე, ანუ აი როგორ თქვა, ჩემ თავ მიზნებს ხო ისახავ, რა, აი გამოწვევას ისახავ და მე იმას აბიჯებ, ეს მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ რაღაცნაირად ფორმაში იყო ყველანაირად? წერტილი სულ მნიშვნელოვანია, ანუ აი ცეკვაზე დავდიოდი 18 წლამდე ცეკვავდი და რაღაც მომენტში ვფიქრობდი სერიოზულადაც, რომ სერიოზულად გავყვე უბრალოდ კიდე ერთხელ რაღაცნაირად ილოური გზა იყო? ის როდესაც მაშინ რაღაც კამპანიას ხო იცედა? ცეკვავ, ხო, ანუ მე დიდხანს, ანუ 12 წელი ვცეკვავ, 6 წლიდან 18 წლამდე ვცეკვავდი, ფილარმონიის სცენაზეც ვცეკვავდი, სპორტის სასახლის სცენაზეც, ანუ ეს სუხშვილების სტუდია და მაგათი ეს ბავშვების საკონცერტო გუნდი და რაღაცა რაც იყო, კაი დიდობამდე იქ ის ვიყავი რა ქვია. კარგად ვიყავი რა მოკლედ. მოთავსებული და ძალიან მიყვარდა თან რაც თავარია. ხო და ამ ცეკვაზე რომ დადიხარ ტრიალს ხო სწავლობ და ტრიალი არის რომ ვარ წაიქცე უნდა უყურო წერტილს უნდა უყურო რომ მოტრიალდები შეხედო რომ წონასწორობას გაცვევინებს რა და მაგით არის ეგ არის მნიშვნელოვანი ანუ წონასწორობის წერტილი გჭირდება რას აკეთებ იმ მომენტში რას უყურებ შემოტრიალდები მე ისევ იმას უყურებ და აი ეს ბრუნებში მე როგორ უახლოვდები იმას რაც შენ გინდა იმ ამოცანას რაც შენ გინდა თუ იცი რა გინდა წონასწორობას იცავ მე იმიტომ რომ იმ წერტილს ასწორებ იმ წერტილთან სწორდები ხა მე რომელი ჭკუის დამრიგებელი ვარ მე ვიძახი ჩემ თავზე მე როგორ ვიცევი და აი ამ რაღაცა პატარ-პატარა მე თან რა არის რომ დაფასება უნდა ისწავლო პატარა გამარჯვებების და სტიმული გაცილებით დიდი გაქვს მე დიდი გამარჯვების გიოლდება დეკონსტრუქციას აკეთებ ამისას და აი პატარა მიხვედი და მე რა უცებ გადაიშლება ანუ ხშირადევნები ყოჩახ თამა რა შენ თავს რევნე ყოჩახ გამარჯვება შერგება იმ გამარჯვებას არავინ არ იცი შეიძლება იმ მომენტში რას მივახციე მაგრამ ჩემთვის საკმაყოფილი ვარ ხოლმე იმიტომ რომ რაღაცა დავისახე და იქ მივედი და ოჯახის წევრები მომჩნევენ ხოლმე რომ რაღაც ჩავიფიქრე და რაღაც გავაკეთე და დამცინე ოჯახის წევრებზე რახან გადავედით მაშინ გიგაზე კითხავ ატო მაინტერესებს კატოს რა რეაქცია ქონდა რომ თუ იეჭვიანა და ჩვენ აქ მაინც მეხუთე ელემენტი ოჯახზე და ბავშვებზე და ყველაფერზე ვართ ორიენტირებული ჩვენ რაღაცა ჯანსაღი გარემო შევქმნათ ბავშვებსაც და ჩვენ თითოეულ წევრს უმნიშვნელოვანესია და მე არის ეს ციხესიმაგრედ მე იქცევა და ეს რაღაცა ზურგსაც ეს გაძლევს. კატოს რეაქცია მაინტერესებს, როდესაც გადაწყვიტე რომ უკვე შენ და გიგა და ხო გიგას იცნობდა კატო იქამდეც, იმიტომ რომ მე და გიგა ძალიან დიდი ანუ 97 წლიდან მეგობრობთ და რაღაცაერთ კატოსთან შეხება სტრასბურგში ნამყოფია მანამდე ისედაც ქონია. რომ ვუთხარი მკითხა მამაჩემი ისევ მამაჩემი იქნებაო? კაი და ესა რომ დასვა პატარა იყო და 10-ის იყო თუ 11-ის იყო და ეგ კითხვა დასვა და ეგ კითხვა რომ დასვა მე გიგა ძალიან უყვარს და გიგასაც ძალიან უყვარს და ეს რაღაცა იხსენებს ეს პირველი რაღაცა ეს მოთაფვლის ის რო ქონდა რაღაც ტატუაჟის მანქანა აჩუქა თუ რაღაცა ეს ტატუაჟი და ამას და ძალიან მეგობრობენ და გიგასაც ძალიან უყვარს და ვათან ვიცი რომ რაღაცებში ანუ მე ვიქნები თუ არ ვიქნები კატო ვიცი რომ გიგასთვის იქნება ანუ მე რო სულ რო არ ვიყო გიგას გარშემო კატოს მნიშვნელოვანი ფიგურაა, ეს ეთყობა გიგას ყველაფერში და კატოსთვისაც. მიუხედავად იმისა, რომ ეს შეამოწმა, ანუ რა მამა კი არ ჩაუნაცვლა, ან რაღაცა მამის ძალიან დიდი ადგილი უჭირავს მის ცხოვრებაში დღემდე. ანუ ეს არა, უბრალოდ ძალიან მნიშვნელოვანი თანამგზავრი ყავს რა ერთგვარი. ეპიზოდის სპონსორია ორი ნაბიჯის გამოძახების სერვისი. კატოს მამასთან როგორ ინარჩუნებ ურთიერთობა? დიდებულად ძალიან ახლობელი ადამიანია ჩემთვის და სულ ეს როგორც არ უნდა რაღაცებზე ხა ძალიან ბევრი რამე არის რაზეც ვერ შევთანხმდებით ვერასოდეს აი ეს რასაც ვერ თანხმდებიან ხოლმე და შორდებიან ის ხო მაინც რჩება იმ ადამიანში და გიწევს ურთიერთობა როცა საერთო შვილი ყავს და ხო არა ერთად ხო არ ცხოვრობთ ანუ ყოველდღიურობაში აღარ იწევს ერთად ხო არ ცხოვრობთ და თან არაფერი არ იყო ისეთი რაც რამე ახალი აღმოვაჩინე და ამის გამო მოხდა და ამის გამო გავიყავით მე მგონია რომ ვიქორწინე მაშინაც ვიცოდი რომ ეს რაღაცა დროებითი თავგადასავალი იყო და ეჭვი მაქვს რომ თვითონაც იცოდა. იმიტომ რომ მართლა რაღაცა, ანუ მე ვერც ხვდები ახლა ჩემმა და მაგალითად ჩემი შუა და 17 წლის დაქორწინა და ბედნიერია და უყარს თავის ქმარი და კარგად არის, მაგრამ ახლა ჩემი ხასიათიდან გამომდინარე ახლა 21 წლისა რომ ადამიანთან იქორწინებ, მე 30 წლისასაც იგივე ადამიანი, ანუ რაღაცა ჩემთვის ძალიან ძნელი წარმოსადგენი იყო მაშინვე. ამიტომ კიდევ ერთხელ ვამბობ, რაღაცა გარემოებებისგან გამომდინარე რომ ახლა თუ პატიო
მრავალწლოვანი ხალხი ხართ ქორწინებები უფაში უნდა იყოთ ერთმანეთთან თუ რაცა უფრო აი ამ წნეხის გამო დაერქვა ამ ყველაფერს ქორწინება ოღონდ კიდევ ერთხელ ანუ ჩემთვის ძალიან ახლობელი ძვირფასი ადამიანია ის კაცი და ეხაც ესია და ყოველთვის ესე იქნება ანუ არაფერი ნაწყენი კი არა ვარ მაგაზე ან რამე წენა კი არ მივაყენეთ ერთმანეთს ისეთი რომ ვერ ვაპატიებთ და ამ შემდეგ არაფერი ეგეთ ზოგადად ანუ არა ეს პირადი ცხოვრებიდან წენები არ წამომიღია ფეთქებადი ხასიათი გაქვს უი კი როგორ არა ანუ რა უნდა აფეთქებას ფეთქებადი ხასიათის ადამიანებს ხშირად გამიგია რომ ესეთი წენის გულში ჩადება არიციან იმ მომენტში რაღაცნაირად არაფერი არ მოვიწყდება და ეხლა რაღაცა წითელი ხაზები არის რომელსაც რო გადახვალ ამას არასოდეს ალბათ არ დავივიწყებ და ეგ ეგრეა ოღონდ პირად ურთიერთობაში ჩემთან ვინც იყო ეგეთ წითელ ხაზებს არავინ არ გადასულა აი არ მახსენდება არავინ. კი, ანუ მოტყუებაც უცდიადი და მაიმუნობაც და ესეც და ეს, მაგრამ აი რო გითხრა რომ ეხა მისგან შენ კი არ გიკეთებს ამას, ძალიან ცოტა რამეს ვიღებდი ამას გარდა პირადად. ძალიან ცოტა რამე ხდება ზოგადად ჩვენ შესახებ. ძირთადად აი ვიღაცა თუ ესე აღფრთოვანებული დაგდებს და რაღაცებს ჩუქნის და ფეერვერკებს გიწყობს და ამ შემდეგ თვითონ სიამოვნებთ. თვითონ მოსწონს. მაგას რო აცნობიერებ და იქ რო რაღაცას გატყუებს იქ და რაღაცას წვალობს და იქ ვიღაცას იმაშვება, ანუ ვერ ლაგდება უბრალოდ სხვა. ნაირად და ამიტომ აკეთებს ამ ყველაფერს, ანუ ცოტა მე პირად შეურაცხყოფად ყველაფერი არ უნდა მიიღო და აიოლია რა. ანუ ძალიან ცოტა რამე რაც უფრო მეტად იზრდები, მით მეტად იცნობიერებ რომ სამყაროს, გარე სამყაროს შენ მიმართ ძალიან ცოტა განზრახვა აქვს. ცოტა დროს ხარჯავს შენზე. იცი ამაინტერესებს, შენი აზრით ოჯახები რატო ინგრევა? აი საინტერესო რაღაცა თქვი, თავიდანვე ვიცოდი რა თვისებებიც ქონდა და ანუ მისაღები და რაღაცა დროს იღლები და იცულები და აღარ გინდა, იმიტომ რომ არსებობს ალბათ რომ სურპრიზებიც არის, მაგრამ მაინც რის გამო ინგრევა ხოლმე ოჯახი? ანსი არა ვარ ის გამოინგრევა ერთს აღარ უყარს ისე როგორც უყარდა ალბათ რა რომელიღაცას აღარ უყარს ისე და ალბათ არ ვიცი აზია რა ვარ ეხლა რომელი მე ვარ ეხლა ფსიქოლოგი ოჯახების რომ მაგას მივხვდი მაგრამ მე ვიცი რომ ჩემ ანუ მე არ მქონდა რაღაცა ეტაპი ცხოვრებაში როდესაც ვფიქრობდი რომ საერთოდ რა საჭირო არის ოჯახი საერთოდ შეიძლება ერთი ადამიანიც არ იყოს საკმარისი იმისთვის რომ შენ ბედნიერად გაქციოს და ამიტომ შეიძლება ეს საერთოდ არ იყოს მონოგამური ურთიერთობა, რაც მე მაინტერესებს და არ მინდოდეს ეს რაღაც პასუხისმგებლობების აღება არავისთან, იმიტომ რომ მე შვილი მყავს, სამსახური მაქვს, უზრუნველყოფილი ვარ, კარგად ვარ და შეიძლება ეს იყოს. უბრალოდ მე როცა აცნობიერებ რომ შენ ხარ საბოლოო ჯამში შენი ბედნიერების წყარო, ანუ რა წუთში შენი კონფლიქტი იწყება მაშინ, როდესაც შენ გაბედნიერებას ვთხოვ სხვას. რომ შენ ვალდებულად აქცევ ვიღაცას, რომ შენ გაბედნიეროს და მგონია რომ ძალიან ბევრი კონფლიქტი აქედან მოდის და როცა აცნობიერებ რომ შენ უნდა გაიბედნიერო შენი თავი და მე ეს მას კი არ ნიშნავს რომ ვიღაცასთან ურთიერთობა ან ქმართან ურთიერთობა ან შულო ბედნიერებას არ მოგანიჭებს, მაგრამ თუ იმას არ ავალდებულებ, მე უკვე კონფლიქტიც ნაკლები, ანუ როდესაც შენი ბედნიერების წყარო იცი სადაც არის და ეს არ არის რაღაცა სხვაზე დამოკიდებული და შეგიძლია რომ შენ თავს თქვათ როგორ თქვა არ ეძებ რომ აი ვიღაცა მაი ახლა მე უნდა ამან გამაბედნიეროს ხო აგინაზღაუროს რაღაცა ან რაც გეზარება არის იკეთება ან არ შეგიძლია ხო ანუ ამას თუ არ აკეთებ მე ძალიან ყველაფერი ძალიან იოლად ლაგდება ეს საჯაროობა და ცნობილობა ზოგჯერ პირიქით ანგრევს ხოლმე ოჯახებს. ძნელია ესე რომ ყველასთვის ცნობილი ხარ და რაღაცა თვალწინ არის ოჯახი და თითქოს ყველა მიცის შენზე ყველაფერი. რაღაცები წინასწარ როგორ ინარჩუნებენ ხოლმე ოჯახს. რაღაცები წინასწარვე გავიცოდი რომ ესე იქნებოდა. ანუ რაღაცებს რომ ისე ვეღარ ვიზავდი 30 წლის მერე როცა გიგაძები ქორწინე, რასაც მანამდე ვშვებოდი, რომ მაგალითად რავი მე ხე სტრასბურგში და ყოველ მეორე შაბათ-კვირას ვიყავი ამსტერდამში რაღაც კლუბში, ხო? და მაგრად ვერთობოდი და ძალიან კვანყოფილი ვიყავი, ამით ახლა გიგას უკვე საჯარო პირი იყო, უკვე პარლამენტის წევრი იყო, ჩვენ რო ვიქორწინეთ და ახლა მაგ დროს მივხვდი რომ ჩემი ცხოვრების წესი იცვლებოდა ამით, იმიტომ რომ ბრუნდებოდი საქართველოში, მანამდე საფრანგეთში ვცხოვრობდი, ხო? ბრუნდებოდი საქართველოში, სადაც ვიღაცები ცნობას დამიწყებენ. ოღონდ პირველი 2 წელი შედარებით მშვიდად მიდიოდა, 2-ის არა 3 მეტი კიდე 2010 წლამდე. იმიტომ რომ პირად საკითხებზე ინტერვიუებს არ ვიძლეოდით, არც ერთი და არც მეორე, ანუ პირად თემებზე არავის არ ველაპარაკებოდით და მე საჯარო პირი არ ვიყავი. ანუ მე ვმუშაობდი ევროსაბჭოში, აქ ვიყავი მივლინებით და რავი მე ხა
საჯაროდ რა ნებისმიერ კომუნიკაციაზე ნებართვა უნდა მეთხოვა საერთაშორისო ორგანიზაციის ბიუროკრატი ვიყავი და ამიტომ პირველმა 3 წელმა სრულებით მშვიდად ჩაიარა. თუ არ ჩავთვლით რომ ძალიან სასაცილო იყო რომ ვიქორწინეთ ცოტა ხანი ცხოვრობდით გიგასადაც ცხოვრობდა მანამდე რა გერგეტის ქუჩაზე და სახში ვბრუნდებოდით ხოლმე ან რაღაცა მე მივდიოდი და მოვდიოდი ხვდებოდა ხოლმე რაღაცა წერილი აგზედ რაღაცა პომადის კვალი შიგნით ჩადებული ის და ვიღაც იყო რომელიც გიგას წერდა ამ ყველაფერს და კაი ხანი გრძელდებოდა იქ სანამ ორი ვიღებდით გიგას თაყვანისმცემლისგან და ვიღებდით და ხსნიდით ესე და არ ვიცოდი ეს იყო რა ქვია მაშინ მივხვდი რომ რაღაც ვიღაცის ბედნიერებაში ხوار ჩავაბიჭეთ ფანტაზიაში ფეხი და რაღაცები არის რაზეც თავიდანვე უარი ვთქვი ახლა თავისთავად ის რომ ხო ბევრი გცნობს და იქ შეიძლება რაღაცაზე ჩვენი თვალების ბრიალიც კი რომ ჩოლებრივი ამბავია უცებ ვიღაც ანუ ეს თავისთავად წნეხს გიზრდის მაგრამ რა მე მგონი ნორმალურად ვართმევთ თავს მე მგონი აღარ გადარდებს საერთოდ ეგეთი რაღაცა არა იცი რა არის მე ერთი პერიოდი ანუ მადარდებდა გიგაზე ავნერვიულდი ერთი პერიოდი იმიტომ რომ საჯარო ცხოვრებაში რომ შევედი და უცებ ჩემზე წნეხი წავიდა და აქტიური ხალი ხო რას აკეთებენ ანუ ეხა ეს ამ სტერეოტიპების გამო ამ დრო მოჭმული რომლის მიხედვითაც ხალი უნდა იყოს გულზე ხელდაკრეფილი ჩუმი ქმარის ჩრდილი და ასე შემდეგ და კაცის პატივის ღირსებ ეს არის ნაწილია ერთგვარი ხო ანუ საგანია ერთგვარი კაცი რამდენად ღირსეული არის წარმოაჩენს ხალი ხო თუ რაღაც ამის გამო ეხა იმის გამო რომ მე აქტიური ვარ ამის გამო გიგაზე ძალიან დიდი წნეხი იყო ისე სხვა შორის ყველაზე მეტად თავის გარემოცვის მხრიდან რომ აი ხალი აი ცოლი რომ რაღაც აქტიურია და ვის ხო იცით რა როგორც არის მიზოგინური ეს შეწოლები რომ ხალის აზრს როგორ ითვალისწინებს ხალის მონა და მაგდროს ცოტა შემეშინდა რომ მეთქი ხა აი ამ ხელა რაღაცა რო წავიდა როგორ გაუძლებს ამ ყველაფერს და მქონდა კიდეც ეს გამოცდასავით ვუყურებდი რაღაცებს და გამოვიჭირე ჩემი თავი იმაში რომ რაღაცებზე მაინტერესებდა აი აბა როგორი რეაგირებს და ეგ გამოცდას რო ჩააბარა და მივხვდი რომ მის თვითშეფასებას ეგენი ვერ შეარყევენ და შესაბამისად ვერ იმოქმედებს ეს მასზე მე უკვე მithumetes წყნარად ვარ ისე ხშირად კამათობთ ხოლმე ძალიან ძალიან ანუ ძირითადად რაზე ვკამათობთ გაუგებარია იმიტომ რომ ფუნდამენტურად ღირებულებებით ძალიან ერთ ღირებულებებზე ვდგავართ ძირითადად არის ტაქტიკაზე განსხვავებები ხოლმე და ამას გარდა უბრალოდ გიგას ძალიან უყვარს კამათი ანუ პირდაპირ ანუ მე რო იდეით მივდივარ ის ძახის არას და მე უნდა ვაკეთო ეს და დავარწმუნო ანუ პირველი ყოველთვის უარყოფს ანუ ეს აქ რო პირველი რა ანუ თან ახლა მე ძალიან წინ ვიცი წასვლა და უცებ ბოლოთი გამოვეცხადები ხოლმე რომ აი ახლა ეს უნდა გავაკეთოთ და პირველი რეაქცია ხოლმე რომ არა. ოღონდ მაგას თავიდან მიერვები მეშლებოდა, მაგრამ მე მივხვდი რომ ამას იმიტომ აკეთებს რომ იმიტომ კი არ აკეთებს რომ შენ გაეცალო. იმიტომ აკეთებს რომ ხა მომენტ თუ კაი იდეა ხო არ მოეშვები, ხო? და ხო მიაწვევი ბოლომდე და მიდი აბა როგორ აბა დამარწმუნე და მე უკვე ამაში გადადის რა თორე საბოლოო ჯამში ყველაფერს ეს ეხდება რომ აბა არა შენ ჯიუტი ვარ ახსენე და რომელი უფრო ჯიუტი ხარ? რაიმე არ ვერ გაიგებ მაგას. ანუ ისიც ძალიან ჯიუტია, ოღონდ სხვანაირი ჯიუტია ის. მე ვაწვევი იმას, რომ გამომივიდეს რაც მე მინდა და ის უფრო საშიშია. ის აღარ მოგაწვება და ის გაიწევა და თავისთვის გავა და ზდილობაში შემოგაგებებს და იქნება საოცრად ზდილობიანი ცივი და სასტიკი. ვერ ვიტან ზდილობიანად ლაპარაკს რომ იწყებს ეგ მეზიზღება ყველაზე მეტად. აი ყველაზე მეტად მეზიზღება, როცა ვატყობ რომ ისე მაშინ არის ყველაზე დისტანცირებული და საშიში. გასაგებია. ძლიერ ქალზე შენ ახსენე რომ ბევრ რაღაცებზე ის იყო რა წნეხი იყო რომ ცოლის აზრი არ გაეთვალისწინებდნენ როგორც ხო როგორც არის ხო ეგ რა კაცია ცოლი ვერ გაუჩერებია ძლიერი ქალი ზოგადად საქართველოში როგორია და ეშინია თუ არა კაცებს და თუ ეშინიათ რატო ეშინიათ არ ვიცი რა ვიცი ეშინიათ თუ არა რაღაცებში ეშინიათ რაღაცების ეშინიათ ალბათ აი რის ეშინიათ ბევრი აი ესეთი ახალი იდეების ისვა და გამოწვევების განზოგადება ესე არ მიყვარს ახლა ნუ ეშინიათ ძალიან მარტივი რაღაც არის ახლა სადღაც რო ვარ და რამე რო დაიძაბოს მეც ზუსტად ისევე ვჩხუბობ ანუ გენდერულ როლს არ ვიღებ ჩემი მასზე რა ესე და ახლა უცებ აი ეგეთი რაღაცების რო უცებ ვიღაცამ რამე არ დაგიშავოს მაგალითად იმიტომ რომ რაღაცებში ხედავს რომ ისეთ ზომაზე მიმყავს რომ ნერვიულობს იქ რომ ვიღაცამ არ გაგლახოს ახლა ანუ აი ეს ხო არ არის ახლა თვითონ რომ მიდის სადღაც თვითონ იცის ხო თავისი ძალას
გზას გრძნობს და იცის სადამდე შეუძლია გასვლა, სადამდე გეგმავს რომ გავიდეს და იქ გვერდზე მე თუ არ უწევ რიკოშეტის საიდან რა წამოვა კაცმა არ იცის და ვთქვათ ეგეთ რაღაცებზე ნერვიულობს. ესე ზოგადად რომ კაცებს ეშინიათ რაღაცა განათლებული ქალების და წარმატებული ქალების ეს არის უტყუილი. რა ვიცი მე ჩემ გარშემო ანუ არა მე ვისთანაც ვთქვათ ურთიერთობა მქონია, ყველა ძალიან ამაყობდა ხოლმე ჩემი წარმატებითაც, ჩემი რაღაცა ძალითაც და ვერთობოდნენ კიდე თან ამაზე და მათ შორის ახლა ამ გამოხტომებზეც რაც მე მაქვს ხოლმე ხშირად რომელიც გენდერული როლების სრულ უარყოფაში გამოიხატება და შეიძლება უცებ გიგას თვალწინ რაღაცა ჩხუბი ავტეხო სადღაც რაღაცაზე ეს ხო ანუ ბოლო ამაზეც ერთობა რა გააკეთოს ახლა ანუ აი რა უნდა გააკეთო მაგრამ ძალიან სასაცილო ისტორიები რამდენი წელიწადში დაიწყო გართობა და რამდენი წელიწადში მახსოვს რომ იქიდან რომ მოვდიო ერთხელ მიდან რომ დავქორწინდი ზუსტად პირველი ვეთხოვნა იყო ეგ და ვერასოდეს ვერ გავითვალისწინე იქიდან მოვდივართ რა ქვია კვარიათიდან მოვდივართ რა და ჩემი მანქანით ვართ მქონდა ორადგილიანი ესეთი Peugeot CC კაბრიოლეტი და გიგა დაჯდა რა რაღაც რიკოთზე გადმოვდივართ და გიგა დაჯდა რაღაც იმაზე და ეგ ის არის გვირაბში უნდა შევიდეთ და რიქში ვდგევართ ახლა პატიოსნად რა და ვიღაცები რო გისწრებენ თუ რაც და ვიღაცამ ესე გვერდიდან ჩაჭრა სადა და ესე თავი გავყავდი და მეთქარი მე შენ გონია მეთქი რომ ახლა მე შენზე ნაკლებად მეჩქარება მეთქი და შენზე სულელი ვარ თქო თუ რაღაცა დავიწყე რა იქ რაღაცა ამბები და ამან ეს გვერდიდან ხელი მომკიდა და გეხვეწებიო პირობა მომეციო რომ დედის გინებაზე გადასვლაო და აი ესე აი აქამდე დაძაბვაო ჩემი პრეროგატივა იქნება ხოლმე რეალისტური ამოცანები დაისახე ჩემო გიგა ყოველთვის პრაგმატულ და რეალისტ ადამიანად გინებამდე მარტო მე მიყავს აქ სიტუაცია ანუ არავის არ უთანხმებდი ვის მიყავს ანუ უნდა თვითონ მიიყვანოს ოღონ მეც ახლა რაღაცა ეს იმას კი არ ნიშნავს რომ არ მომხდარა ჩემ ანუ არანაირი ჩხუბი ჩემ გამო არ მომხდარა ეს ანუ აი სადაც აი ჩემი მოქმედების გამო რაღაცა უსიამოვნება მოხდა არ მიმყავს იქა მაცადე ვიცი რასაც ვაკეთებ და მაცადე მეც მომეცი ჩემი სივრცე ანუ თავიდან ისეთი ხარ შემტევი და მე უკვე დიპლომატიურად ალაგებ შეიძლება არც დავალაგო დიპლომატიურად და არც არაულებოდეს არეული აი არეული იყოს და იყოს ანუ არც იყოს საჭირო დალაგება შეიძლება ეხლა მე имас კი არ ვიძახი ხა ძალიან ბევრი რამის გაკეთება შეიძლება გაცილებით ნაკლებით დაძაბულობით მაგრამ ნუ ყოველს ჩვენი ხასიათი გვაქვს და ხო 30 წლის მერე ადამიანების შეცვლის მე არ მჯერა და ხო 30 წლის ვიყავი მე და 33-ის გიგა და რასულელები უნდა ყოფილიყავით ან ერთი ან მეორე რომ ეხლა ჩვენ შეგვიყვარდა ერთმანეთი და ერთად დავსახლდებით და შევცვლით ერთმანეთს ჭვიანი იყო ან არის? არა არის ძალიან ნდობა დიდი გვაქვს ერთმანეთისთან ანუ ყოფილა შემთხვევები როდესაც ოღონდ თანამეჭიანობას კი არ გამოავლენს ესე ძალიან ანუ ერთი ორი კვირის მერე რომ მიხვდები რომ რაღაცნაირად დისტანცირებულია მე გელაპარაკება ეგ არის ხო მას ანუ ოღონდ ძალიან ფაქტობრივად არ არის ანუ ვენდობი რავი ვენდობით ერთმანეთს ნანა ალექსანდრიაძე უნდა კითხე ქალბატონი ნანა დედამთილი ჯერ მაინტერესებს ჭადრაკის თამაში თუ იცი და მაინტერესებს როგორი ურთიერთობა სულები ვიცი მაგრამ ჭადრაკის თამაში არ ვიცი ურთიერთობა მაქვს დიდებული დიდი პატივისცემით ანუ ჩვენთვის ძალიან პატივსაცემი ხალია და ზოგადად მე მომწონს ნიჭიერი მიყვარს ნიჭიერი ადამიანებს ძალიან დიდ პატივსცემ და ეხა ადამიანი რომელიც რაღაცა საქმე ამოარჩია და თავის საქმეში ეგეთი მაგარი იყო ხო ჩემთვის ძალიან დიდ აღფრთოვანებას ჩემში ძალიან დიდ აღფრთოვანებას იწვევს ეს იმას კი არ ნიშნავს რომ ვეთანხმები ყველაფერში რაზეც მას მოუვა რაღაცა არა უბრალოდ ძალიან აღმაფრთოვანებელია ესეთი ოჯახის წევრი რო გყავს ოჯახი როგორ პიროვნებას უშვებს გარეთ არის უმნიშვნელოვანესი იმიტომ რომ დღეს კიდევ უფრო მნიშვნელოვანი გახდა როგორ მოქალაქე გაუშვებ ოჯახიდან აი ეს თავარი რა არის რაც ოჯახმა უნდა ასწავლოს ადამიანს რა უნდა ასწავლოს ბავშვს აუ ეს რაღაცა ისეთი კითხვა არის რომ არასოდეს არ მიფიქრია რა უნდა ასწავლოს ბავშვს უნდა ადამიანად ყოფნა უნდა ასწავლოს მოქალაქედ ყოფნა უნდა ასწავლოს რომ არც კაცი ვარ რომ ცოცხალი კვდარსა ემსგავსოს იყოს სოფელში და სოფლისთვის არა იზრუნოს რომ რაღაცა მასზე დიდი ამოცანები ქონდეს რომ ძალიან კაია მასზე დიდი ამოცანების ქონა და რომ ეს პირიქით რომ ანუ რომ ასწავლოს რომ სამყარო გაცილებით დიდია ვიდრე თვითონ
ასწავლოს აი ეს, რასაც აქ ვამბობ, რომ ძალიან იშვიათია, რომ სამყაროს მის წინააღმდეგ და გარე სამყაროს მის წინააღმდეგ გააჩნდეს განზრახვები. არ უთხრას, რომ ვიღაცამ მას რამე იმიტომ დაუშავა, რომ შურთ მისი. ანუ ეძებოს ეგება და მამას გარდა კიდე ძალიან რომ თავის რწმენა მიცეს. საკუთარი თავის რწმენა მიცეს და ის თავდაჯერება მიცეს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. ძალიან ბევრი საქმეს სხვანაირად აკეთებ, როცა გჯერა რომ გამოგივა. რომც არ გამოგივიდეს პირველ ჯერზე თუ გჯერა რომ გამოგივა, გაცილებით უფრო ადვილად აკეთებ. დამოკიდებულებით მიდიხარ საქმის დასაწყებად. რა დამოკიდებულებით მიდიხარ სათხოვრად. ხო, უამრავი, ანუ მე სულ მიყვარს თხოვნა ადამიანებისთვის, იმიტომ რომ აკაკუნებ მოგეცემა, რომ მოითხოვ მოგეცემა და აკაკუნებ გაგეღება. ანუ ამის მჯერა ამ ფილოსოფიის, რომ ხო, რავი, აი ხა მაგალითად ჩემი პარტიისთვის და ჩვენი სამოქალაქო აქტივობებისთვის რაც გვაქვს, დავიძახებთ და გვიგროვდება ესე crowdfunding-ით 4 ლარიდან, რავი, ზოგი 500 ლარს დებს, ზოგი 4 ლარს დებს, ზოგი 15 ლარს დებს და ესე გროვდება და ჯერა ზოგადად ადამიანები სურვილის რო ერთმანეთს ხელი გაუმართონ, აი ესეთ ნორმალურ ვითარებაში. ასეთი მჯერა რა და მგონია რომ რაც ყველაზე დიდი რაც შეიძლება ეხა აი ამ ფიქრში გიპასუხებ ეხა რა, იმიტომ რომ ეხა ესე არ დამისვე ჩემ თავისთვის ეგ კითხვა. არის რომ საკუთარი თავის რწმენა ჩაუნერგოს და საფუძველი კონდეს რა გაუჩინოს ამის საფუძველი. აი აღმოაჩენთ რომ საკუთარი ქვეყანა მნიშვნელოვანი რომ გიყვარდეს და იცი ზოგჯერ შეიძლება დაფიქრდე და ყველაფრისთვის რისთვისაც იბრძვი და უფრთხილდები შეიძლება არ გიყვარდეს. არსებობს ეგეთი რაღაცაც. ამბობდეს ბევრი რაღაცებზე ფიქრი. ხო, აი როგორ უნდა შეაყვარო შენ შვილს საკუთარი ქვეყანა. მე არაფერი არ გამიკეთებია ჩემ მაგისთვის, მაგრამ ერთი ეს ვიცი რომ ჩემი შვილი იყო 3 წლის აქედან რო წავედით, მივიდა იქაურ ბაღში, ფრანგულ ბაღში, დაამთავრა ფრანგული სკოლა, დადიოდა ფრანგულ სკოლაში, იქ ყავდა ფრანგი მეგობრები და 14 წლის იყო რომ ჩემი ნასწავლიანბანით ქართულად ბლოგებს წერდა. და საქართველოს აინტერესებდა და საქართველოზე ძალიან მობმული იყო და ეს ახლა კესოც წასულია, მაგრამ აი თემას იქ რასაც ამუშავებს, რასაც აკეთებს, საქართველოს უკავშირდება ლევან ნიკოც. ეხლა არის ალან ტიურინგის, ანუ გიგაშვილი, ხო? ალან ტიურინგის ხელოვნური ინტელექტის ინსტიტუტში მუშაობს ლონდონში და კემბრიჯის PhD აქვს ნეირომეცნიერებაში. და ანუ ისეთი საქმე აქვს, რომ საქართველოში მაგ საქმეს ვერ გააკეთებს, ანუ ეგეთი მდიდარი ეს ქვეყანა, რომ აქ ამაში ფული ჩაიდოს და ეს კვლევები ვინმე მაკეთოს, დიდხანს ვერ იქნება. მაგრამ საქართველოზე ძალიან მობმულია, ძალიან ჩართულია იქიდან. რაღაცა საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩვენ გვეხმარება პარტიაში მაგალითად რაღაცა მონაცემთა სისტემის აგებაში და ანუ ძალიან ჩართულები არიან და ეს არ ვიცი, მე არ მithქვია რომ ადექით და თქვენი სამშობლო უნდა გიყვარდეთ მეთქი. არც ერთხელ ჩემი შვილებისთვის არც არავის არ უყვარდა. ზოგი ატარებს სადღაც აჩვენებს რაღაცებს. რეცეპტს ვერავის ვერ მივცემ. უბრალოდ რო ხედავენ რომ ჩემთვის მნიშვნელოვანია, ხო? ეხლა ხო მიყურებენ ჩემი შვილები და ხედავენ რომ ეს საქმე რომ აი ამ ქვეყანაში რაღაც ისე შეიცვალოს რომ ჩვენ სამშვიდობოს გავიდეთ, ნატოში გავწევრიანდეთ, უსაფრთხოება გქონდეს, რეალიზაცია მოხდეს აი იმ რაღაცა კოდის, რაც თავის დროზე ჩაიდო, ხო? აი სულხან-საბა რომ მიდიოდა იქ სადღაც ცხენით და ლუი მე-14-თან რიგში ჩადგა, ხო? ესენი ხო გესმის შენ სულ ბავშვობაში და თუ ამას გადმოიტან ამ ყველაფერს, რომ შენ ხარ ახლა ის ცხენით მისული სადღაც და შენ აკეთებ ამ ყველაფერს, ხო? ამას რო ყვები, ამას და ამ ზღაპრებს რო უყვები ამ ბავშვებს, ანუ ეს ბავშვებიც მე ესეთი გამოდიან, ანუ ხვდებიან, რომ ეს რაღაც მნიშვნელოვანია. ანუ რავი, აი მეც ახლა ბებია ჩემი, ბაბუა ჩემის ლაპარაკი, რომ მესმოდა ბებია ჩემი იყო, ვისაც დავყავდი აი ეროვნულ განმათავისუფლებელი მოძრაობა რო დაიწყო, ბებია ჩემი ოსი იყო საერთოდ. ოღონდ თბილისელი ოსი რა თბილისში. იმას დავყავდი და იმან ანუ აი რაღაცა თავისით მოდის, გარემოს გარემო და ცოცხალი მაგალითია, რაც ესმით, მე იქიდან მოდის. ეხლა შენთვის რო რაღაც მნიშვნელოვანია, მე შენი შვილისთვისაც თუ ვთქვათ მოწონხარ ამ შენ შვილს, ხო? მე უკვე შენი შვილისთვისაც მნიშვნელოვანი ხდება. ისინი გაძლევენ ხოლმე ბავშვები რაღაცას შენიშვნებს, ბავშვებს კრიტიკულები არიან ხოლმე და ღელავენ ძალიან მშობლებს. კი როგორ არა, მაგალითად აი ახლა რო რაღაც ინციდენტი მოხდა, ხო, რაც ბოდიშის მოხდა მომიწია, მან კატოთი მივხვდი, რომ რაღაცა ცუდად გაიგეს, იმიტომ რომ კატომ დამირეკა, რომ ეს რატო გააკეთებენ. ჩემთვის ის იყო, რა ქვია, სიგნალი იყო, რომ ესე იგი რაღაცა არასწორად გამიგეს, ხო, მე ხო არ მქონია აზრად ის, როგორც გაიგეს, ანუ საერთოდ არც გამიფიქრია მსგავსი რამე. უბრალოდ ეგ არის, რომ ეს, მაგრამ კი როგორ არა, ანუ კესოსაც თანაც ეს იყო ძალიან სასაცილო ისტორია, მაგრამ ეს კესო არის ინტროვერტი რა და ძალიან წყნარია ესეთი მშვიდ, ანუ მე
უნდა გაიფურჩქნოს და მე შემოდის რა ურთიერთობაში და მე იწყებს ლაპარაკს და ხა ეს მე იმის ვარ ხო ვიცავს რაღაცას იქ რაღაცა იქ ვიღაცა ინვალიდის პარკინგის ადგილს ვიცავ სადღაც მივდივარ რაღაცა და და ეს დამყვებოდა ხა ეს ბავშვი უკან დამყვება ხო ეს რაღაცა და წყნარად ესე უყურებს და სულ მქონდა ეს განცდა რომ ამას აწუხებს ეს მე ჩემი ეს ჩხუბი და ჩემი ეს რაღაცა დაძაბულობა რომ ყველაფერს უნდა ბრძოლით მივახციო და გავიტანო ჩემი და სულ რაღაც სადღაც ვიბრძვი მგონია რომ ამას ეს აწუხებს იმიტომ რომ რაღაცა ჩილ ტიპია უფრო და ეხლა ალბათ მიყურებს და ფიქრობს რომ აო ეხლა ამან ისევ დაიწყო თუ რაღაცა ეს და გაირკვა რომ არა გაირკვა რომ ეს თავისთვის ამ თავისი ნაჭუჭიდან მაკვირდება ანგარიშობს იქ კარგად ქულებს იწერს როდის მოვიგე იმიტომ რომ გიგას უთხრა რომ გეხოცები ხა ისო სადღაც ვიყავით რა მოკლედ და იქ ნომრები აერიათ სასტუმროში და გაირკვა რომ ვიღაც ბობოლა ქოც მიცეს ჩემი ნომერი და რაღაცა მე კი დავალაგე იქამდე სანამ მაგას გავიგებდი მაგრამ ამასობაში ეგეც გაირკვა და უკვე სპაში ვიყავი ჩაწოლილი იქ რაღაცა იმას შევოდი ვნებივრობდი და გიგამ თქვა რომ გეხოცებით ეხლა თამონას ეს არ გააგებინოთ რომ კიდე აი ამ ეს იყო ამ ემაშიო და კესომ უთხრა რომ არა უნდა გავაგებინოთო და რატო უნდა გავაგებინოთო და იჩხუბებს და მოიგებსო ანუ ის თურმე არა მარტო იმ თავისი ნაჭუჭიდან მიყურებს არამედ თან ჩემ ხარჯზე უნდა თავისი გამარჯვებების ჩაწერა დავთარში იწერს. კარგი. როგორც ბებია, ძალიან ბევრი ვიდეოები გავრცელდა სოციალურ ქსელში და ვრცელდება და მე მგონი უკვე ის სერიოზული ისინი ყავთ ფანები და როგორც ბებია, როგორი ხარ შენ გითხარი. ჩვენ ვხედავთ რომ სულ სხვანაირი და საერთოდ ბებიები უფრო ბევრს უფლებას აძლევენ შვილიშვილებსო და შენ როგორი ხარ? ან მე ისე ვარ ალისთანაც ისე ვარ როგორც ჩემ შვილებთან ვიყავი არ განსხვავდება იმითი ანუ რაღაცა რაზეც შენ შევს ანუ რაღაცა რელაქსირებული ურთიერთობა გვაქვს ოღონდ ძალიან მგავს ხასიათით ანუ კატოც მგავს ხასიათით უბრალოდ კატო უფრო რაღაც მომრგვალებული კუთხეებით არის უფრო რბილია კატო და ეს ძალიან მგავს ხასიათით აი ყველაფრით მათ შორის აი რასაც სხვები აგრესიულ ხედავენ აი მათ შორის მაგით და ეს არის რა ქვია ძალიან მაგარია ანუ აქ წარმოიდგინე ძალიან ძვირფასი რაღაც ჩვენთვის აი შვილივით ძვირფასი რაღაც ოღონდ ნაკლები პასუხისმგებლობა შენ პასუხისმგებლობა არის რა და უფრო სიამოვნება და უფრო ბედნიერების უფრო მეტი სიამოვნება არის და ნუ თან ეს ხა უფრო ეხა თან პატარას დაბადების დღე აქედან იქ მივდივარ ელი და ეს ელი რაღაცნაირად არ მცნობს იმიტომ რომ ეხა მოგდი მაგრამ როლში ვარ შეჭრილი ეხა არც არავის არ ცნობს დედამისი უყვარს ეგეთია რა ნუ დედამისი უნდა და დედამისთან არის ჩამოკიდებული, მაგრამ ალი ძალიან ეს არის, რა ქვია, ძალიან მნიშვნელოვანია. ჩემ ფენომენსაც იმ მათ შორის ოჯახში რაც ხდებოდა პირველია. მივხვდი ხო? ბოლოს მამა ჩემმა უთხრა იმათ, რომ კაცო რა გამიხურეთ საქმეო, თქვენზე ძალიან კი არ მიყვარსო, ისინი აღადავებენ ხოლმე ჩემიდები. თქვენზე დიდი ხანია მიყვარსო. და ესეც ხა ეს პირველია რა, ანუ რამ ვინც არ უნდა დაიბადოს, ვინც არ უნდა გაჩნდეს, ვინც არ უნდა იმის, ყველას დიდი ხანია ეს გეყარება, ხო? იმიტომ რომ ნუ პირველია მაგ რანგში, შვილიშვილის რანგში და ყველას დიდი ხანი ეგ იყვარს და თან ხასიათი ძალიან რომ გავს, ამიტომ დიდი სიახლოვე მაქვს მასთან და ძალიან მართობს უბრალოდ. შემიძლია ვიჯდე და ეს ლაპარაკობს რაღაცებზე მსჯელობს და თან რა არის რომ დაკვირვების შესაძლებლობა მაქვს მეტი. როგორ ითვისებს რაღაცებს და ძალიან კარგი დასაკვირვებელი. აი რაღაცა შემეცნებას როგორ ახდენს ამ სამყაროსი და რაღაცებს როგორ იგებს და როგორ შეგიძლია შენო. რაღაცებს ცოტა შოკი მოგვარო, ანუ აი რაღაცა აჯახო უცებ ისეთი, რომელსაც აი უყურა მე ამას როგორ ხარშავს, რას აკეთებს, ძალიან კაი დასაკვირვებელია. მოკეთ შვილები არის ძალიან კაი რამე და ჩემთვის ახლა ყველაზე ისეთი აი რატომაც ეს ბავშვი ესე გამოვაფრინე და აი ჩემი შვილი და აი ნახეთ რომ და რატომაც ვაკეთებ რომ აღმოვაჩინე რომ ჩემზე ბევრად პატარა ბებიები არსებობენ ახლა ხო ის ხალხი რომ დათხოვდა 15 წლის ჩემზე 6-7 წლის სადღაც შვილიშვილები ხო გაჯდა მაგას მივხვდი რომ ისეთი რეაქციები იყო უცებ რომ გაიგეს რომ მე ბებია ვხვდები რომ აი თამონას რა რეაქცია ქონდა და გაგიჟდა თუ რაღაცა რომ მივხვდი რომ ეს ხალხი ეს ბებიები არსებობენ და როგორც ჩანს ეს თრგუნავთ რა რაღაცა სხვა საკომბრივი მასში გადადიხარ გონია თუ რაღაცა და ვიფიქრე ხა თქვენ ნახე და გამოვიდი ამ მეანა რომ ბებია ვარ და რავი მე ბებია ვარ და რავი ცოლიც ვარ და დედაც ვარ და ყველაფერი ხარ ერთდროულად და ეს არაფერი ენერგიული ვარ არაფერი ამითი ესე არ იცვლება რა ეხლა სისულელია რომ ასაკთან ერთად არაფერი არ იცვლება ეხლა სათვალის ხმარება ჭირდება ჯერ მარტო რომ წაიკითხო როგორ არ იცვლება და ლიმიტები გიწესდება და ცუდია ეს ლიმიტები იყო შვილიშვილი ამასთან არაფერ შუაში არ არის ეგ ასაკობრივია და შვილიშვილი ამ ყველაფერს უბრალოდ ალამაზებს
ჩვენ ოჯახზე ვსაუბრობთ და პირველ რიგში ალბათ დამეთანხმები, რომ ოჯახის ბედნიერება და სიმშვიდე ყოველთვის ბავშვების ჯანმრთელობაზე, მათ სიმშვიდეზე არის დამოკიდებული და აქვე ვიტყვი, რომ ჩვენი გამორჩეული პარტნიორი ლარიფანი წარმოგიდგენთ Baby Calms. Baby Calms-ის წვეთები არის განკუთვნილი ახალშობილებისთვის და განკუთვნილია კოლიკის სიმპტომების მოსახსნელად. ასევე Baby Calm Family, რომელიც ოჯახის ყველა წევრისთვის არის განკუთვნილი, შეგიძლიათ 3 წლიდან ბავშვსაც მისცეთ. გულძმარვის და ღებინების შეგრძნებას ხსნის და ასევე ორსულეებისთვისაც უსაფრთხო არის. რატომ უნდა ვენდოთ Baby Calms? იმიტომ რომ ყოველ 6 წელიწადში ერთხელ კეთდება კვლევები და ისინი ადასტურებენ მის უსაფრთხოებას. 100% ნატურალური და მცენარეულ ეთერზეთების ბაზაზე არის ფორმულა მიღებული. კაი, რა ხან ასაკს შევეხეთ, ისეთ თემებსაც შევეხოთ, როგორც მარტო ქალებს გვეხება, მე მგონი მაინც ჯერ კიდევ საქართველოში. ინექციები, პროცედურების პაახსენე. ესეთი თავარი გაგვაცანი, როგორია, დადიხარ ძალიან ბოტოქსი უნდა მაქვს გასაკეთებელი და ბოტოქს ვიკეთებ, ოღონდ ვიკეთებ ისე რომ ეს არ გამიშეშდეს. გაბრაზების უფლება რომ დაიტოვო, ხო? არა, ყველაფერს ისე ვიკეთებ, რომ უბრალოდ არ გამიფუჭდეს რამე, თორე რამე რომ შენ ვიცვალო, ამას არაფერს არ ვიკეთებ. ვიკეთებ. ის მაგ გაკეთებული ახლა, იმიტომ რომ ეს კარგად. ყოველდღე დგები და უფრო ლამაზი ვარ. ესა რა ქვია, ნანო ფეტ, ჩემი ვეცხიმი გამიბრუნეს სახეში და კოქტეილებს რო აკეთებენ ინექციები. ამ მეზოთერაპიას და რაღაცას ვიკეთებდი ხოლმე სუმარა. ეხა გავიკეთე შენივე ცხიმს გაცლიან, მე აქ მიპოვეს, იმიტომ რომ ჩემი ცხიმი ცოტა ძილსაპოვნელია. აქ მიპოვეს ცხიმი, გადავკეთეს, გიამ გვარამიამ, გიას ვენდობით, ან გია მიყვარს თან და გია მიპოვა ეს ჩემი ცხიმი, გადააკეთა რაღაცად და არ ვიცი და უკან შეუშვა და ეს რა კაი რაღაცაა. და როგორ არის, იცი რომ სადღაც 3 თვე მინდის ეს რეგენერაციის ეს და გეუბნები ყოველდღე რომ გები გიგას ესე ვადგები ხოლმე და ხوارი დაგჭირდი, აი ცოტა მზეს. ძალიან ყველა ცხიმის სვაზე არის გადასული და პლაცებოა, ესეც ხო რაღაც არის ხა, რაც არ მიყვარს და არავის არ ჯაჯა, მაგრამ რაც არ მიყვარს, აი რომ ჩემი სახე აღარ მქონდეს, ვიღაცას დამემსგავსო, რაღაცა ვეჭიდაო იმას, რასაც ვერ მოერევი, ხვდები, ანუ ეს არ შემიძლია. არც ის არ მქონდა, რომ ეხა არ მიმაჩნდა ჩემი თავი არასოდეს ლამაზი, მაგრამ არ მომწონს ეხა ჩემი თავი და ამიტომ ეხლა ეს თუ უფრო დიდი მექნება, ეს ტუჩი უფრო მომეწონება, ესეც არ მქონია რა, არასოდეს არ მქონია და ეხა თავისთავად ის რომ კარგად გამოვიყურებოდა და სახე დაღლილი არ მქონდეს და რაღაცა ცოტა რაღაცა ჩემი ლოყები, ჩემი ვეცხიმი, ჩემს. მე მგონი ძალიან დიდი რეკლამა გავუკეთე ხა მაგას. ეს შემთხვევით გამოვიდა, მაგრამ მართლა მაგას ვიძახი კიდეც და კიდე რას ვიკეთებ. კიდე ვიკეთებ თავში თმის ჯანმრთელობისთვის, ვიკეთებ იმას პლაზმას თავში, ან ჩემივე სისხლს მიბრუნებენ უკან. ანუ სულ შენს რესურსებზე ჩემს რესურსებზე ვზივარ და არავის არაძო. ჩვენი მაგრამ მე ბუნებრივი არის რა, ეხლა ბუნებრივია რომ ნაუჭი გამიჩნდება და დავბერდები და რაღაცას ვეღარ ვიზავ და ეხლა ფეხი რო აქამდე ამაკ, მე ვეღარ ავიტან. და ნერვების მომშლელიც არის ეგ და ეს არის, მაგრამ ალტერნატივებს რო წარმოიდგენ, ეხლა ალტერნატივა მაგისი სიკვდილია, ხო და დიდხანს მინდა რომ ვიცოცხლო და ვიყო კარგ ფორმაში და არა რაღაცა იმ ფორმაში რომ უცებ მეწყობოდეს ურიგოთ რომ ვიღაცა გაივლის იქ გაიაროს ჩვეულებრივად ფორმაში რო იყო ხო უსამართლობას რო დაინახავ რომ აუცილებლად კი უნდა აუცილებლად გამოვხტე და ეს ერთხელ ვალაგებდი ესე ერზენაში ცუდად იქცება ხალხი ანუ ადრე რო დავფრინავდი ეხა აღარ დავფრინავ და ლუფტანზაში დაკვირვებული ვიყავი რომ აი ლუფტანზაში და უფრო ემორჩილება რა იგივე ქართველები ლუფტანზაში რო სხედან რო დაჯდება თვითფრინავი არ დგებიან ელოდებიან როდის გაჩერდება თვითფრინავი და აი ერზენაში დგებიან და ერთხელ წამოვხდი ფეხზე და სვამდი ხალხს. ანუ კი გამოშტერდა რომ რასაკეთებო. ანუ სწორედ ესეც რო არ დაუჯერეს მაგაზე გავფერეს მოგეშავა და მე ვსვამდი, იმიტომ რომ მინდოდა რომ დისციპლინა დამემყარებინა. იქ ეს სწორედ ესე შემეცოდა რომ ვერ შვება და ეხლა უნდა დავეხმარო და წესრიგი დავამყარო და გავუწე. ის ბავშვობაში ეგეთი და ქალი იყავი სხვის პრობლემებს რო აგვარებდა? სხვის პრობლემებს არა საზოგადოებრივ წესრიგს ვამყარებდი უფრო თორე ესე სხვის საქმეში არ ვერევი არასოდეს და ისედაც ანუ ძალიან ინდივიდუალური მეგობრობების ადამიანი ვარ ანუ ბევრი ესე ცალკე აღებული მეგობრები ჯგუფებად მეგობრები რო არიან ეგ აი სკოლაშიც ორი მეგობარი მყავდა ძალიან ახლობელი ეხაც მეგობრები არიან ერთმანეთთან ისინი არ მეგობრობდნენ
ანუ ცალ-ცალკე მეგობრობდი იმასთან, ცალკე მეგობრობდი ამასთან. ეს ინდივიდუალური მეგობრობები მიყვარს. კარგი, ძალიან კარგი. დაბადების დღეზე რო არ დაგაგვიანო, ბლიც კითხვებს დაგისვავ და მალე გაგისვავ, იმიტომ რომ დარწმუნებისთვის ეს არის. აბარა, რა თქმა უნდა. არ არის შარი, პირიქით, გასართობია. მეც გავიკეთებ სათვალეს, რა ვიცი, მე კი ვხედავთ, თუმცა აქ შეგვიძლია რომ გავადიდოთ, მაგრამ ნუ რა ვიცი, როგორც არის. გეგმის მიხედვით ცხოვრება თუ იმპროვიზაცია? ორივე. ყველაზე მეტად რა გაღიზიანებს ადამიანებში? ლიქნელობა. და რა გაბრაზებს, აი უკონტროლორი შეიძლება გახდე. თუ სულელად მთვლის. რისი გეში? უკონტროლორი. ხო, ანუ ხო, სხვა აი რო ფეთ სულელად თუ მთვლის. რისი გეშინია ყველაზე მეტად? ახლობელი ადამიანის დაკარგვის. ვინც მიყვარს იმის დაკარგვის, ბებია დავკარგებულოს და ძალიან ცუდია და თან ბებია რო აღარ ყავს და შვილი რო აღარ ხარ, კიდე რაღაცა შენში ციცვლება რაღაც. ყველაზე თამამი გადაწყვეტილება როდის მიგიღია? რა იყო შენი ყველაზე თამამი გადაწყვეტილება? დარწმუნებული ვარ, ერთი არ იყო. რავიმე, ბევრი მიმიღია. მაგალითად, ევროპის საბჭო 2013 წელს, როდესაც ბიძინა ივანიშვილი უკვე კარგად დაინსტალირდა ჩვენს ცხოვრებაში, მივატოვე ევროპის საბჭოს მუდმივი კონტრაქტი, 10000 ევროიანი ხელფასი და დავრჩი საქართველოში სამშობლოს გადასარჩენად. კარგი. მაშინ ძალიან ლოგიკური კითხვა მოქვს. ბოლოს როდის იტირე? კითხვა უნდა ვაკეთო. ბოლოს როდის იტირე? არ მახსოვს. ოჯახში ყველაზე დრამა კვინი ვინ არის? ჩემი შვილი კატო. ანუ კონკურენტო, უბრალოდ. გიგას ერთი თვისება, რომელსაც ყველაზე მეტად აფასებ. პატიაცნება. ყველაზე ბედნიერი როდის ხარ? ხშირად ვარ ბედნიერი, ეს არ ვიცი ყოველთვის. ძალიან ანუ დილით რო ვდგები ყავის დასალევად და სიჩუმეა სახში, მაშინაც ისეთი ბედნიერი ვარ ხოლმე, ხანდახან მეშინია რამე არ წავაქციო ბედნიერების. ყველაზე არასწორი წარმოდგენა შენზე რაც ხალხს აქვს. ცირთადად სწორად მხედავენ. ანუ ბევრ რამე ხარ რაღაცა, ანუ ვინც უბრალოდ აი ამას ყვირის რაღაცებს, ხო, ის არ არის მათი ავთენტური დამოკიდებულება ჩემ მიმართ. ეს არის, რასაც მე განვასახიერებ, იმას ერჩიან და ის ადამიანები, ვინც მე მიცნობენ, რა წარმოდგენას ჩემზე ექნებათ, როგორც წესი, სრულიად ადეკვატურია. რა გღლის ყველაზე მეტად? ლოდინი. ზუსტად ვიცოდი რომ მაგას იტყოდი. ყველაზე დიდი შეცდომა შენი აზრით რაც დაგიშვია? აი შეიძლება რაღაცა ისეთი არ იყოს ახლა ძალიან დიდი მასშტაბური, მაგრამ რა გახსენდება? ესე არ ვიცი რა შეცდომა, ანუ ბევრი შეცდომა დამიშვია ძალიან. ყველაზე მეტად მახსენე, ანუ აი ხა რაც ყველაზე ხშირად უბრუნდები და სხვანაირად ვიზავდი და შეიძლება სხვანაირად მყოფილიყო, ბებია ჩემი, ვინც მე გამზარდა, ძალიან მაგრა კერავდა და სტრასბურგში რო გავედი შორტლისტში, ანუ კონკურსში მონაწილეობდი ამ სამსახურზე 2000 წელს, სადაც სტრასბურგში ევროსაბჭოში რო წავედი და ეს კონკურსი იყო, პირველი კონკურსი იყო გამოცხადებული და იქ უნდა წავსულიყავი და პალტოს მიკერავდა. იქ წასაღებსვლელად რა, რომ ამაზად მწმოდა და ძალიან ლამაზ რაღაცებს მიკეთებდა სულ და გუდაურში გავრბოდი მე ამ დროს, თხილამურები აკიდებული მქონდა რაღაცა და სხვა გეგმები ცხოვრებაში ეხარა და არა პრიმერკა. და გამომეკიდა, რომ ისო გაიზომეო რა, მოკლედ პრიმერკას გაიკეთებო და ისე წადი და სანამ ჩამოხვალ დაგიმთავრებო და მე უკვე აბარგებული ვიყავი და ის და ესე წავედი 2000 წლის მარტია რა, აი ეს 2000 წლის მარტია და გავარდი მანქანაც უკვე ქვემოთ როცა წავედი და უკანა გზაზე რომ მოვდიოდი ანანურსთან დამირეკა დედაჩემმა რომ ეს მოვიდაო გაჟონვა მოვიდა და ეს ანუ ეს და მე სულ იმეორებდა 6 თვე იცოცხლა მე ოღონდ ნუ მძიმეთ იყო ძალიან და იმეორებდა რომ პალტო მაქვს დასამთავრებელი თამონასთვის პალტო მაქვს დასამთავრებელი და ეს რაღაცაირად სულ ის რომ აი რა მოხდებოდა რომ შევტრიალებულიყავი და ჩამეზომა ხო შეიძლება რაღაც სხვანაირად ჯდარიყო ის იმით ყოფილიყო გართული ხა მე რა ვიცი ხა ესე ხო მაგრამ ესეთი რაღაცები ღვნის, ხო? აი რო გარდაიცვალა, აქ მაქვს ის კრუელასავით მაქვს ჭაღარა აქ. აი ხომ მკითხე იმებზე და მას სულ ვიღებავ საგულდაგულო და ბებია ჩემი რო გარდაიცვალა, მაშინ დამემართა. ევროპის საბჭომდე სანამ მივედი ჩემი სახლიდან სტრასბურგში, იქ ტუალეტში რო შევედი მოსაწესრიგებლად, ჩავიხედე და ეს გათეთრებული მქონდა ეს ჭაღარა. თეთრი გამიმას. მართლა მე მეგონა რომ ეგეთი ჭაღარები სულ რაღაცა მითები იყო და ხო პირველი ხარ. და ესე გაჩერდა. ანუ მე არც ვიცი როგორ მოხდა, მაგრამ რო ჩავიხედე თავიდან მეგონა მეთქი ცარციან რამე ხო არ მოვისვი თუ რაღაც და ესე დავიწყე და გათეთრებული მქონდა. ასე რომ ხო. ყველაზე დიდი გამარჯვება რაც გქონდა, რაც გახსენდება შენი გამარჯვება. წინ არის ჯერ ეგეთი. ყველაზე დიდი აბსურდული ჭორი რაც შენზე გაგიგია. რო ბარამიძე მოდეს მე ძუძუებში თავი ჩამიყო. ანუ
რომ ეს ხო ატრიალებენ ამ ვიდეოს. ეგარი მართლა ყველაზე გიჟური ჭორი. ცეკვავდი სადღაც მე ამ ჯგუფის თუ რაღაცის დაბადების დღე იყო და ბევრი კაცი ხო არის ხოლმე რომ ხან იქით დაგატრიალებს ან რაღაცა შემოგატრიალებს, ასე უცებ ესე გვერდიდან საიდანღაც რომ მოვა და ესეთი მოძრაობა გავაკეთე თუ რაღაც და ვიღაცამ გადაიღო და იმის მერე დადის და ჩერკოლეშვის და ბევრი თან იქ სცენაზე სუფრაზე რა ვარდებიც იყო, ამაზად მორთული იყო და ეს კორსეტი კაბა მეცვა რა და ეს ვარდები ავიღე და ჩავილაგე შიგნით რა უკვე ნასვამი ვიყავი და ასე მედო რანაირად წინ მედო ესე დიდი ბევრი ვარდი მედო და ცეკვავდი რა ანუ არც არაფერს არ ცეკვავდი ანუ არაფერი ეს არ იყო და აი ეს რო გააკეთა იმან რა ქვია ბარამიძემ თუ რაღაცა იმის მე ვიღაცა ხალხი მომდევს დღემდე რომ ბარამიძემ რო ჩაგიღო ბოლოს გავარკვიეთ მაგ ვიდეოს ამბავი ხო? M ჯგუფი რო არის რაღაც რესტავრაციის ისა მაგათი დაბადების დღე იყო და რავი იქ რაღაცა 500 კაცი ტრიალებს ნანი ბრეგვაძემ ღერის მთელი ამბავია და რაღაცნაირად ამოვარდი მე უცებ სრულიად უმნიშვნელო რაღაცა დატრიალებით 14 წელია მაგას დამძახიან. ძალიან დიდი მადლობა. მიხარია რომ ხიარულ ტალღაზე დავესრულეთ. აქვე მიკროფონში უნდა გითხრა რომ საჩუქრები მაქვს შენთვის. ხო, ეს ძალიან მიხარია წინასწარ. და დაბადების დღეზე ხელცარილი არ მიხვალ. ანუ ჩემი დაბადების დღეც მოდის, ეგრევე ჩემთვისაც გამომადგეს. შენ დაბადების დღესაც მოგიწევთ შენ დაბადების. ეს არის ესე იგი, ესე რატო ვიწელებით? მოგწევი. ვაუ, ღვინო, ვაზისა, კაციტელი ქისი მწვანე, მშვენიერი. ორი ნაბიჯისგან და ქართული ბრენდი ნიკოლოსგან. ნახული, როგორც გინდა. ალბათ რომ ნახო ეს გავწიო. კი ბატონო, რატომაც არა. Unboxing-ი. აი ჰიპერაქტიურობა რაშიქ შველის, რომ რეაქცია გაქვს კარგი. ალერტზე ხარ. ნიკოლო არის ქართული ბრენდი, რომელიც აწარმოებს ტყავის, ნატურალური ტყავის სხვადასხვა აქსესუარებს ქალისა და მამაკაცის. ო, nice. ხარია თუ რაღაცა დადებითი ემოციებით ვამთავრებ. ძალიან დადებითი ემოციით ვამთავრებ ხა ამ. მადლობა და წარმატებებს გისურვებ. მშვენიერი. ესეთი პოდკასტები კარგია. ამდენ პოდკასტში ვარ ნამყოფი და პირველად დამასაჩუქრე. ძალიან კარგი, მე მიყვარს საჩუქრები. ძალიან დიდი მადლობა, დრო რომ გამონახეთ და ასეთ მნიშვნელოვან დროს. იმედი მაქვს, ვაშინგტონიდან კარგი ამბები დაგვიბრუნდები და დღეისათვის სულ ეს იყო, მეხუთე ელემენტი დასრულდა, მომავალ სამშაბათამდე. მადლობა ნახვამდის.